მეცნიერებმა უდესღაც მეგალოდონის 17 სანტიმეტრიანი კბილი აღმოაჩინეს კლდეზე, ზღვის დონიდან 3048 მეტრ სიმაღლეზე. მაგრამ რა მოხდებოდა, რომ ეს გიგანტი მტაცებელი დღესაც ცოცხალი ყოფილიყო? ის თავისუფლად შეძლებდა გემების მარშრუტების მოშლას და ზღვის საკვები ჯაჭვის დანგრევას. მოდი ჩავორმაოდეთ იმ გაგიჟებულ, მაგრამ საკმაოდ რეალურ შედეგს, რაც მეგალოდონის არსებობას შეიძლება ჰქონოდა დღეს. რას აირჩევდი? ღია ოკეანეში ყვინთვას, სადაც მეგალოდონი დაცურავს, თუ გალიაში ყოფნას დიდ თეთრ ზვიგენთან ერთად? დაწერე შენი პასუხი კომენტარებში. და არ დაგავიწყდეს გამოიწერო არხი და გააქტიურო ზარის ღილაკი. დავიწყოთ. წარმოიდგინე, წყნარ ოკეანეში მიცურავ და რადარი გიჩვენებს რაღაც გიგანტურს დაახლოებით 18 მეტრის სიგრძის და ძალიან სწრაფს. იქნებ მეგალოდონია. მოდი რეალობა ვნახოთ. მეგალოდონი მილიონობით წლის განმავლობაში ბატონობდა ოკეანეებში, მაგრამ დღეს უფრო ცივია და დაბინძურებული. წესით ამ პირობებს ის ვერ გადაურჩებოდა. შეიძლება არც იყოს ასე. მეგალოდონებს თბილ სანაპიროებთან ახლოს მდებარე წყლები უყვართ და ასეთი ადგილები ჯერ კიდევ არსებობს. ეკვადორის მახლობლად, მაგალითად მექსიკის ყურეში ან ინდონეზიის სანაპიროებთან და მარიანას ღრმულიც არ დაგვეუწყდეს. ის 11000 მეტრზე ღრმაა და სავსეა არსებებით, რომელთა არსებობას ჯერ არ ვიცით. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ მეგალოდონებს შეიძლებოდა ევოლუციის გზით უფრო ღრმად ცურვა და ბნელში ნადირობა ესწავლათ. იქ, სადაც ყველაფერი შემზარავი ხდება, ყოველ წელს პოულობენ გიგანტურ ზღვის ცხოველებს, უცნაური ნაკვილარავით, იმაზე დიდი ზომის, ვიდრე ცნობილ მტაცებლებს შეუძლიათ დატოვონ. დარწმუნებულები ვართ, რომ მეგალოდონები ნამდვილად გადაშენდნენ. თუ მხოლოდ რამდენიმე მეგალოდონი გადარჩებოდა ღრმა შურეულ ადგილებში, მათი ხშირად ნახვა შეუძლებელი იქნებოდა. ის, რომ ჩვენ ისინი არ გვინახავს, არ ამტკიცებს მათ გადაშენებას. დედამიწის ოკეანეები უფრო ნაკლებად არის შესწავლილი, ვიდრე მარსის ზედაპირი. ის აზრი, რომ მეგალოდონი შეიძლება დღესაც ცოცხალი იყოს, ფანტასტიკა კი არა, რეალური შესაძლებლობაა. მოდით ახლა ვისაუბროთ მეგალოდონის მანდაზე. ის უბრალოდ დიდი კი არ იყო, განუწყვეტლივ ჭამდა. მეგალოდონს დღეში 1100 კილოგრამზე მეტი საკვები სჭირდებოდა. ანუ ყოველ დღე 2 მოსწილი ძროხის ჭამა. და დღეს რა ცოცხლობს ოკეანეში ისეთი ზომის, რაც ამ ხელამტაცებელს კუც გაუსებს. შეიძლება გეგონოს, რომ ოკეანეში საკვების ნაკლებობაა, მაგრამ სინამდვილეში თანამედროვე ოკეანეები სავსეა დიდი ცხოველებით, ვეშაპებით, გიგანტური კალმარებით, ზღვის ლომებით და უზარმაზარი თევზის ჯგუფებით. ლურჯი ვეშაპები ყველაზე დიდი ცოცხალი არსებები დედამიწაზე გადაშენების რისკის ქვეშ აღარ არიან, დაცვითი პროგრამების წყალობით. ირონია, მაგრამ ისინი მეგალოდონისთვის იდეალური მსხვერპლი შეიძლება იყოს. გაყინული თევზით დატვირთული სატვირთო გემებიც კი შეიძლება მტაცებელმა ნადირად აღიქოს და ეს ყველაფერი არა. მეგალოდონები ჩასაფრებული მტაცებლები იყვნენ, ქვემოდან უდევდნენ როგორც ცოცხალი ტორპედოები. თანამედროვე სონარმა შეიძლება დააფიქსიროს ისინი. ისიც თუ გაგვიმართლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერავინ გადაურჩება. მთავარი საკითხი ის არის, რომ მეგალოდონები დღესაც თუ იარსებებდნენ, ზღვის ეკოსისტემა სწრაფად შეიცვლებოდა. ისინი ყველაფერზე მაღლა დადგებოდნენ, სხვა მტაცებლებს ჩამოიცილებდნენ ან გააძევებდნენ და საკვანძო სახეობებს შეჭამდნენ. დღესაც კი ოკეანეში საკმარისი საკვებია გიგანტი მტაცებლებისთვის. მთავარი კითხვა ის კი არ არის შეჭამდა თუ არა, არამედ შეუძლებდით თუ არა მის შეჩერებას. ახლა წარმოიდგინე მართავ სატვირთო გემს, რომლის სიგრძე 4 საბაბუთ მოედნის ტოლია, დაახლოებით 400 მეტრი. და უცებ გემით რთის, რაღაც გიგანტური ქვემოდან ეჯახება. არც გაფრთხილება, არც სონარის სიგნალი, მხოლოდ უეცარი ქაოსი. მსოფლიოში ვაჭრობის დაახლოებით 90% გემებით გადაადგილდება. ტელეფონები, საჭმელები, საწვავი, ყველაფერი ოკეანეებზე გადის. მაგრამ მეგალოდონები რო დღესაც ცოცხლები იყვნენ, მთელი ეს სისტემა საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. გემებს მიზანმიმართულად არ დაესხმებოდნენ, მაგრამ არ დაგვაუწყდეს. მათი თვენი ისეა მოწყობილი, რომ ყოველ მოძრაობას და ვიბრაციას გრძნობენ. მეგალოდონმა გემის ბგერიანი ძრავა შეიძლება დაჭრილ ვეშაპად აღიქვას და როცა 18 მეტრის სიგრძის ხარ, ერთი დარტყმაც კი საკმარისია გემის დასაზიანებლად. გემების დასვავის ფასები ცაში აიწევდა. სატვირთო კომპანიებს ათასობით კილომეტრით მოუწევდათ მარშრუტების გადაგეგმარება, რათა მეგალოდონის ზონებისთვის აერიდებინათ თავი. ეს კი ნიშნავს კვირების დაგვიანებას და მილიარდობით დოლარის სარალს. ახლა წარმოიდგინე პორტები, სანაპირო ინფრასტრუქტურა, რომელიც მეგალოდონის ზონებთან ახლოსაა, შეიძლება იძულებული გახდეს დაიხუროს. ქვეყნები, რომლებიც ვაჭრობაზეა დამოკიდებული, მაგალითად სინგაპური ან პანამა, ეკონომიკური პარალიზის წინაშე აღმოჩნდებიან. ერთმა მტაცებელმა შეიძლება გლობალური ვაჭრობა გააჩეროს. მეგალოდონი უბრალოდ ზღვის მონსტრი არ არის, ის ლოჯისტიკური კოშმარია.
2 წელი ადროებდი ფულს. გადაუფრინე ნახევარ მსოფლიოს ჰავა იმდენ, მაგრამ როგორც კი ფეხი სანაპიროზე შედგი, წითელი ალმები აფრიალდა. ძურო აკრძალულია. კიდევ ერთი მეგალოდონი გამოჩნდა უკვე ამ კვირაში მესამედ. ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრია ამ მსოფლიოში. ტაილანდი, ავსტრალია, კარიბის კუნძულები, მილიონობით ადამიანი ზღვაში საცურაოდ მიდის ასეთ ადგილებში, მაგრამ მეგალოდონი ამ სიმშვიდეს ერთ ღამეში დაანგრევს. ერთი ვირუსული ვიდეო, ზურგის ფარფლი მაიამის სანაპიროსთან და გაზაფხულის ადაგები გაუქმდა. ეკონომიკური დარტყმა გიგანტური იქნება. ცარიელი სასტუმროები, გაუქმებული რეისები, დახურული ადგილობრივი ბიზნესი. ტურიზმი აღქმაზე დამოკიდებული და ადამიანებს მტკიცებულება არ ჭირდებათ. შიშით საკმარისია. იმ აზრსაც კი, რომ რაღაც უზარმაზარი და უხილავი ცურავს სანაპიროსთან, ყველაფრის შეცვლა შეუძლია. სერფერებიც უარს იტყვიან, სამგზავრო გემები მარშრუტ შეიცვლიან. ყვინთავების ინსტრუქტორები კი იძულებულნი გახდებიან ახალი სამსახური ეძებონ ხმელეთზე. ხოლო ზოგიერთ შორეულ კუნძულზე ტურიზმი უბრალოდ არჩევანი კი არა, გადარჩენის ერთ-ერთი გზა. მაშინაც კი თუ ტექნოლოგიას ჩავთავთ დრონები, სონარის ბუები, სამხედრო პატრულები, ეს ყველაფერი უშედეგო იქნებოდა. მხოლოდ ერთი დადასტურებული შენიშვნაც კი საკმარისია, რომ პლაჟები მთელ მსოფლიოში დაიკეტოს. მეგალოდონი მხოლოდ მსხვერპლს კი არ შეჭამს, ის მსოფლიოს ეკონომიკასაც გადაყლაპავს. და რა მოხდება მაშინ, როცა ბუნების ყველაზე საშიში მტაცებელი 3 მილიონი წლის შემდეგ დაბრუნდება. ყველაფერშიც მის ქვემოთაა პანიკაში ვარდება. ეკოსისტემები დომინოსავით მუშაობენ. დაამატიან მოაშორე ერთი მწვავე მტაცებელი და მთელი ბალანსი ირღვევა. მეგალოდონი რომ დღეს არსებობდეს, ოკეანის ყველა მტაცებელი ძეწოლას იგრძნობდა. თეთრი ზვიგენები ტახტიდან ჩამოქვეითებოდნენ. კვლევაშაპებსაც იგივე ბედიელის. თინუსები, სელაპები, დელფინები, მტაცებლები და მსხვერპლებად იქცევიან და ამას შედეგების მოყვება. ზღვის პროდუქტების პოპულაცია ან აფეთქდება, ან სრულიად დაიშლება. იმაზე დამოკიდებული, რას აირჩევს მეგალოდონის სამიზნედ. თუ მეგალოდონი სელაპებზე ინადირებს, მეტი თევზი დარჩება, მაგრამ თუ თინუსი გახდება მისი სამიზნე, კომერციული თევზჭერა შეიძლება სრულიად დაინგრეს. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში თევზია დამოკიდებული, როგორც ძირითად საკვებზე, განსაკუთრებით იაპონიაში, პერუში და ინდონეზიაში. და კიდევ ერთი, მცირე მტაცებლები ან გადაშენდებიან, ან სხვა ზონაში მიგრაციით გადავლენ. ეს ნიშნავს მედუზების შემოსევას, წყალმცენარეების ჭარბ ზრდას და მყარ ზონებს მარჯნის რიფებში. თანაც ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ ერთმა მტაცებელმა გააკეთოს. ერთი მეგალოდონი უბრალოდ ვეშაპს კი არ შეჭამს, არამედ მთელ საზღვაო საკვების ჯაჭვს თავდაყირად ააღენებს. ახლა წარმოიდგინე 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბირთვული წყალქვეშა ნავი წყლის ქვეშ ჩუმად დაცურავს. მოულოდნელად კი სონარი რაღაც უზარმაზარს და სწრაფს აფიქსირებს. რაღაც ფიგურა უცნაურად იცვლის კურსს და წრეზე ცურვას იწყებს. ეს ომი არ არის, ეს ბუნებაა. თანამედროვე საზღვაო ფლოტებს სიჩუმე და შეუმჩნევლობა სჭირდებათ. წყალქვეშა ნავებმა უნდა იმოზრაონ ისე, რომ ვერავინ შეამჩნიოს ის, მაგრამ მეგალოდონს შეუძლია კილომეტრების დაშორებიდანაც კი მოისმინოს სუბსონიკური ვიბრაციები. უფრო უარესი კი ის არის, რომ მან შეიძლება გაარჩიოს წყალქვეშა გემები ვეშაპებისგან და ეს ნამდვილად დიდ საფრთხეში ჩააგდებდა წყალქვეშა გემებს. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი მილიარდებს ხარჯავენ წყალქვეშა ფლოტებში. მაგრამ თუ მეგალოდონმა რომელიმე მათგანს დაარტყა ან უბრალოდ უკან გაჰყვა, ეს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი აღარ იქნება, ეს უკვე დიპლომატიური კოშმარია. რომელიმე ქვეყნის წყალქვეშა თავდასხმა თუ უბრალოდ გიგანტური ზვიგენი იყო, საზღვაო სტრატეგიის სრული გადახედვა გახდება საჭირო. ღრმა წყლის თხრილების ან თბილი წყლების მახლობლად ჩატარებული მისიების შეფასება ხელახლა მოხდება. ფლოტებმა შესაძლოა გამოიყენოს სატყუარა დრონები, რომ ყურადღება მიიქციან მეგალოდონებისგან. სონარის სისტემებს კი გაუმჯობესებული AI დასჭირდებათ, რათა შეძლონ გიგანტური ცხოველისა და წყალქვეშა ნავს შორის განსხვავების პოვნა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ უკვე არსებობს შემთხვევები, როცა გიგანტურმა რვაფეხებმა და დიდმა ზვიგენებმა წყალქვეშა ნავების გარსი დააზიანეს. ახლა წარმოიდგინე მეგალოდონი კიდევ უარესი იქნებოდა, მართლაც რომ ცოცხალი ტორპედო. სამხედრო წყალქვეშა ნავებიც კი უსაფრთხოდ აღარ იქნებოდა. მეგალოდონი ფლოტებს აიძულებდა ან ადაპტაციას, ან უკან ნახევას. დავუშვათ ხვალ, ღრმაწყლოვანმა დრონმა იდეალურად მკაფიო ვიდეო ჩაიწერა ცოცხალი მეგალოდონის, რომელიც ჩილეს სანაპიროსთან ცურავს. რას ვიზამთით? ისტორია გვასწავლის, როგორ რეაგირებთ უცნობი საფრთხეების დანახვაზე. ჯერ გაოცება, მერე კონტროლი. თუ ნამდვილ მეგალოდონს დავინახავდით, ყველა იჩქარებდა. მილიარდერები, სამხედროები, მეცნიერები, ადრენალინზე დამოკიდებულებიც კი. ადამიანები ვეცდებოდით მის მონიშნას, დაჭერას, ავაშენებდით ქალაქის ზომის ზღვის გალიებს. ცხოველთა დაცვის აქტივისტები შეეჯახებოდნენ უსაფრთხოების ძალებს.
პოლიტიკოსები იდავებდნენ, საფრთხეა ეს მსოფლიოსთვის თუ დასაცავი სახეობა. ბიოტექ კომპანიები მილიონებს შესთავაზებდნენ მხოლოდ იმისთვისაც კი, რომ მისი სისხლი შეესწავლონ. ხალხი კი პანიკაში ჩავარდებოდა. ზოგი მოითხოვდა მის მოკვლას, სხვები კი ზღვის ღმერთივით თაყვანს სცემდნენ. აი რაც ყველაზე შემზარავია, თუ ცადეთ მისი კონტროლი და ვერ შევძელით, მერე რა ხდება? ასეთი საქციელებით ჩვენ შევაწუხებთ ოკეანის ყველაზე საშიშ მტაცებელს და ერთ რამეს ვისწავლეთ. ადამიანები ბუნებაში ჩარევას არ წყვეტენ. თუ მეგალოდონი კვლავ გამოჩნდებოდა, ნამდვილი მტაცებელი ზვიგენი კი არა ადამიანი იქნებოდა. ზვიგენის ბადეები პლაჟებს იცავს, ახლა წარმოიდგინე მთელი სანაპიროს მეგალოდონისგან დაცვა რომ მოგვიწევს. ამისთვის ბარიკადები დაგჭირდება ცათამბჯენი სიმაღლის და ეს მხოლოდ დასაწყისია. სტანდარტული ზვიგენის ბადეები 3-დან 5 მეტრიან ზვიგენებზეა გათვლილი. მეგალოდონი კი 18 მეტრზე მეტი სიგრძისაა და 10-ჯერ მძიმეა. ფოლადის ბადე ვერ გაუძლებს. სონარის ლობები ერთ დარტყმაზე დაიშლება, მაგრამ ძვირი არა მასალა, არამედ ტექნიკური მომსახურებაა. მუშახელი და მუდმივი განახლებები. დიდი ქალაქები, მაგალითად ლოს-ანჯელესი, კეიპტაუნი და სიდნეი შეიძლება ყოველწლიურად ასეულობით მილიონს ხარჯავენ უბრალოდ რომ პლაჟები ღია დარჩეს. პატარა ქვეყნებს კი შესაძლოა საერთოდ მოუწიოთ სანაპიროების დახურვა. მათთვის ტურიზმი უბრალოდ ჩამოინგრევა, ადგილობრივი ეკონომიკა დაინგრევა და ამ ყველაფრის კონტროლი აი ეს ყველაზე რთულია. როგორ გააკონტროლებ 1000-ობით კილომეტრს ზღვის სივრცეს ყოველდღიურად. წარმოიდგინე სამყარო, სადაც ყოველ სანაპიროზე დასვენებას მეგალოდონის შესახებ გაფრთხილება ახლავს. ცურვამომაკვდინებელი რისკით, ნორმალურად იქცევა. სამხედრო ჩარევაც კი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ჩვენ კი ჯერ არც თეთრ ზვიგენს ვაკონტროლებთ სრულად. მეგალოდონთან კი წარმატებები. თუ მოგწონს ეს სიღრმისეული მოგზაურობა, შეგახსენებ რომ დაალაიქო და გამოიწერო არხი. მადლობა. ზღვის კვლევა ისედაც ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროფესია დედამიწაზე. ახლა წარმოიდგინე რომ ამას ემატება 50 ტუნიანი პრეისტორიული მტაცებელი, რომელიც ნადირობს ხმაზე და მოძრაობაზე. ყოველი ღვინთვა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ზღვის მკვლევარები ხშირად მუშაობენ შორეულ ზონებში და დიდ სიღრმეებში. მათი ხომალდები კი პატარაა, ტექნიკა ხმაურიანი და მათი იქ ყოფნა მარტივად შესამჩნევია. მეგალოდონი დღეს რომ ცოცხალი იყოს, წყალქვეშა დრონებს დაამსხვრევდა და მღვინთავთა გუნდები უპრეცედენტო საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. მაშინაც კი, როცა მკვლევარები მარჯნის რიფებს ზედაპირთან ახლოს იკვლევენ, შესაძლოა უმოკლეს დროში ევაკუაცია გახდეს საჭირო. კვლევის ხარჯები სწრაფად გაიზრდებოდა. საზღვაო კვლევის ხომალდების დაზღვევა კი რადიკალურად გაიზრდებოდა. უნივერსიტეტები და არასამთავრობოები ექსპედიციებს დაუყოვნებლივ შეწყვეტდნენ. ღრმა წყლების რუქების შექმნაც შეჩერდებოდა, რაც ნიშნავს უფრო შენელებულ კლიმატურ კვლევებს, ნაკლებ ახალ აღმოჩენას და ზოგადად საზღვაო მეცნიერების გაჩერებას. როდესაც ოკეანის ღრმა კვლევა ყველაზე მეტად გჭირდება კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად, ერთი არსების შიში ყველაფერს აჩერებს. ერთი კვილი და მისია დასრულებულია. ვეშაპის პოპულაცია საბოლოოდ აღდგენის ფაზას მიუახლოვდა საუკუნეების ნადირობის შემდეგ, მაგრამ მეგალოდონს ეს სულ არ აინტერესებს. მისთვის ვეშაპის მოდგმა უბრალოდ სუფრაა. ლურჯი ვეშაპები, კუზიანი ვეშაპები, კაშალოტი, ეს ნილამოძრავი გიგანტები მისი საყვარელი ნადავლი იქნება. თუ რამდენიმე მეგალოდონი ეკოსისტემაში დაბრუნდება, შესაძლოა ამ პოპულაციებსაც საფრთხე შეუქმნას, რომლებიც თაობების განმავლობაში აღდგენას საჭიროებენ. წარმოიდგინე, ერთ მეგალოდონს რამდენიმე დღეში ერთი ვეშაპი შეუძლია შეჭამოს. ახლა კი ჩავთვალე, რომ რამდენიმე გადარჩა. ვეშაპების მიგრაცია ჩამოიშლება, მათი ხმა იშვიათობა გახდება, ზღვის ხმოვანება შეიცვლება. მთელი ეკოსისტემები ვეშაპზეა დამოკიდებული. პლანქტონის აყვავება, გრილის გროვები, ზღვოსანი ფრინველების მიგრაციაც კი და საქმე მხოლოდ ბუნებას არ ეხება. ვეშაპების თვალთვალი მილიარდობით დოლარის ინდუსტრიად იქცა. მთელი სანაპირო ეკონომიკა ალასკიდან ახალ ზელანდიამდე ამაზეა დამოკიდებული. ვეშაპები ერთხელ უკვე გადავარჩინეთ, მაგრამ მეორედ ეს შეიძლება ვეღარ შევძლოთ. მეგალოდონს წამში შეუძლია კონსერვაციის სასწაული გადააქციოს ეკოლოგიურ კატასტროფად. ახლა საპირისპიროდ შევხედოთ, რა იქნება თუ მეგალოდონი ყველას არ შეაშინებს. პირიქით, მიიზიდავს. ეკოტურიზმი ხომ საფრთხეზე, საგიდუმლოებებზე და იშვიათ შანსებზეა დამოკიდებული. ადამიანები უკვე იხდიან ათასებს, რომ თეთრ ზვიგენებთან იცურავენ. წარმოიდგინე, რას გადაიხდიდნენ მეგალოდონის სანახავად ან მასთან ახლოს მისასვლელად. ვიღაც სტარტაპს აუცილებლად შემოგთავაზებდა. ექსტრემალური ზვიგენის ექსპედიციებზე. მილიარდერები დააფინანსებდნენ წყალქვეშა მეგასაფარებს. სტრიმინგ პლატფორმები კი პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ ღრმა ზღვის კამერებით გადაღებულ კადრებს, მაგრამ ყველაზე შემოძრწმუნებელი ნაწილი ისაა, რომ ვერც ერთი გალია ვერ შეაჩერებს მას, ვერც ერთი კონტეინერი ვერ შეაკავებს მას. თუ რამე არასწორად წავიდა, გადარჩენილები არ იქნებიან, მხოლოდ სათაურები.
ერთი ტრაგედია საკმარისია, რომ მთელი ინდუსტრია ჩაიშალოს. ან უფრო უარესი, რამდენიმე ადამიანი შეიძლება დაიღუპოს, სანამ ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს. და მაინც ვიღაც ცდუნდება. ყოველთვის ვიღაც რაღაც ექსპერიმენტულს ცდის. ეს კლასიკური ადამიანური პარადოქსია. ვშიშობთ იმას, რაც გვყავს, მაგრამ ყველაფერს ვრისკავთ, რომ ერთხელ მაინც ვნახოთ. განსაკუთრებით თუ ეს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდება. ეკოტურიზმი შეიძლება აფეთქდეს და მერე ჩამოინგრეს. ცნობის მოყვარეობა შეიძლება უფრო მომაკვდინებელი გახდეს ვიდრე დღეს. ახლა ვთქვათ, რამდენიმე მეგალოდონი გადარჩა. იზოლაციაში ადამიანის თვალს მიღმა, ოკეანის სიღრმეში. შიშის მომგვრელია, მაგრამ მთავარი კითხვა ასეთია: მართლა ბუდობენ ისინი იქ სიღრმეში? აი სად შემოდის ბიოლოგია? უბრალოდ გადარჩენა საკმარისი არ არის. ეკოსისტემაზე ზემოქმედება რიცხვებს მოითხოვს, მაგრამ მეგალოდონები სავარაუდოდ ნელა მრავლდებოდნენ. ველური ზვიგენებივით არა, არამედ ვეშაპებივით. გრძელი ორსულობა, ცოტა ნაშიერი და მათგანაც მხოლოდ რამდენიმე გადარჩენილი. მეცნიერების აზრით, დედალ მეგალოდონს შესაძლოა მხოლოდ 1 ან 2 ნაშიერი ხოლოდა რამდენიმე წელში ერთხელ და ეს ნაშიერები უკვე 3 მეტრის სიგრძის იყვნენ, მაგრამ მაინც დაუცველები. ორკები, გიგანტური კალმარები, თუნდაც თვითონ ზრდასრული მეგალოდონებიც კი შეიძლება ნადირობდნენ მათზე. შესაძლოა ეს სახეობა კატასტროფამ არ გაანადგურა. შეიძლება უბრალოდ მარტოობამ გააქრო. თუნდაც რამდენიმე მეგალოდონი გადარჩენილიყო, მათი რიცხვი ალბათ აღდგენისთვის ძალიან მცირე იქნებოდა. 2 მეგალოდონს ერთად ვერასდროს ნახავდი, მხოლოდ იშვიათი, მოჩვენებითი გამოჩენები. წელიწადში ერთხელ ან 2 წელიწადში ერთხელ საშინებლად საკმარისია, მაგრამ არა სახეობის გადასარჩენად. მაგრამ რა სიფლი თუ სამყაროში მხოლოდ 5 ცალი დარჩა. ეს უკვე სახეობა არ არის, ეს ლეგენდაა. თუ გამრავლებას ვერ შეძლებენ, მეგალოდონი აღარასდროს დაბრუნდება. ის ცოცხალი რელიქვია. დაუბრუნდით ისევ მეგალოდონის გამოჩენას. სწორედ იმ წამს, როცა მეგალოდონის არსებობა დადასტურდება, ინტერნეტი აფეთქდება. რატომ? რადგან რწმენა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ბიოლოგია. ლოხნესი, კრაკენი, გიგანტური ზღვის გველები, საუკუნეების განმავლობაში მეზღვაურები ამბებს ყვებოდნენ, რომლებიც ვერც დამტკიცდა და ვერც უარყო ვინმე. მაგრამ ერთი ცოცხალი მეგალოდონი ყველაფერს ცვლის. მოულოდნელად ყოველი დაბურული სონარის ჩანაწერი მტკიცებულებად იქცევა. ექსპერტები TikTok-ზე ერთ ღამეში გაჩნდებიან. Reddit-ი სავსე იქნება რუკებით, თეორიებით და წყალში უცნაური შეფების ვიდეოებით. მთავრობებს რეაგირება მოუწევთ. სასაზღვრო დაცვის ძალები დაუდასტურებელ ობიექტს დაარეგისტრირებენ. ტელევიზიები მეგალოდონზე 24 საათიან ეთერს გახსნიან. მითსა და მეცნიერებას შორის ზღვარი სწრაფად გაქრება. ტურისტები ლეგენდების დევნას დაიწყებენ. ცრუ მეცნიერთა ბესტსელერები ახალ ბესტსელერებად იქცევა. დოკუმენტური კინოჯგუფები ოკეანეებს გადაატრიალებენ. თითქმის ყოველდღე ზვიგენის კვირა ჩამოყალიბდება. ჩვენ მხოლოდ მტაცებელს არ ვიპოვით, წარსულის მითებსაც გავაცოცხლებთ. ნამდვილი მეგალოდონი გააღვიძებს კაცობრიობის ფანტაზიას და მასთან ერთად გაავრცელებს დეზინფორმაციასაც. მეგალოდონის კბილებს უკვე $1000-ად ყიდიან. წარმოიდგენია, როგორი ფასი ექნებოდა ახალ ცოცხალი მეგალოდონის ერთ კბილს შავ ბაზარზე. ის $100,000-ზე მეტად შეიძლება შეფასდეს. ეს საკმარისია, რომ სრულიად ახალი ბრაკონიერობა დაიწყოს. უკვე ტყეში არა, არამედ ოკეანეში. საიდუმლო ექსპედიციები. მკვინთავები სიცოცხლეს გარისკავან მხოლოდ ერთი ფრაგმენტისთვის. კერძო კოლექციონერები ჩუმად გადაიხდიან უზარმაზარ თანხებს და კრიმინალური ქსელები, რომლებიც ადრე სპილოს ძვალს ეძებდნენ, ახლა მეგალოდონის ოქროზე გადაერთვებიან. ნამდვილი საფრთხე უკვე გვინახავს. არწივები, სპილოები, პანგოლინები. ბევრი მათგანი ბუნების გამო კი არა, ფასის გამო გადაშენების პირასაა. თუ მეგალოდონის ნადირობა ოდესმეს შესაძლებელი გახდება, ერთხელაც კი მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იქნება. და ეს მხოლოდ კბილებით არ დამთავრდება. დნმ, ხორცი, ძვლები, ყველაფერი შეიძლება გადაიქცეს ძვირად ღირებულ ტრაფარეტებად. ეს არის იურიული პერიოდი, ოღონდ კარტელების ხელში.